რომელი უკეთესია სასაუბრო ინგლისურის სწავლების დროს, რომელს ანიჭებთ უპირატესობას. ჩვენთან მაგალითად, ჩვენი სტუდენტების უმეტესობა მოდის ინდივიდუალურ მეცადინეობისას და გვეუბნებიან, რომ აი ახლა კომპლექსი მაქვს ინდივიდუალურ მეცადინეობისას, გავთავისუფლდები კომპლექსისგან და მე გადავერთვები ჯგუფურ მეცადინეობაზე. საქმე რაშია? თუ კი სტუდენტს აქვს აუდიტორიის წინაშე საუბრის კომპლექსი, ინდივიდუალურ მეცადინეობაზე პედაგოგის წინ საუბარი კომპლექსი ვერ მოგხსნით. ის კომპლექსად რჩება, რამდენი კურსიც არ უნდა გაატაროთ რა. ჯგუფური მეცადინეობა ხსნის იმ კომპლექსს, რასაც ქვია აუდიტორიის წინაშე საუბარი. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთი პატარა ხრიკი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და რომელიც ერთად დონის დადგენას შეეხება. რა დონის ჯგუფში უნდა ჩავსვათ ამ დროს სტუდენტი, რომელიც მოსულია კონკრეტულად იმისთვის, რომ გათავისუფლდეს კომპლექსებისგან და ალაპარაკდეს, აქტივში ჩადოს ეს პასიური ბაზა. ამ ტექნიკაზე ახლა ვისაუბრებთ ჩვენ.